ხშირად მეუბნებიან, მამო, რა საჭიროა მარხვა, რა საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, თავარი ადამიანი კეთილი ვიყო და პატიოსანი და არავის არაფერი არ დაუშავო. ხშირად ვთქვამ, ჩემს ესეთი რაღაცა და რა მარხვის დაცვა გადაარჩენს ადამიანს, თავარი ამდენი ეკლესიური ადამიანია, ეკლესიაში დადიან, მაგრამ საშინად იქცევიან, ბოროტები არიან, უგულოები არიან, 1000 ადამიანს 1000 ბოროტებას უკეთებენ, იპარავენ, ქურდობენ, ცილს წამებენ. არადა ეკლესიაში დადიან, აგერ ახსარებას გაბარებენ. ერთ დღეს ახსარებას ჩაგაბარებს, მეორე დღეს წავა და იმრუშებს. ერთ დღეს ახსარებას ჩაგაბარებს, აგერ ეკლესიურია, მეორე დღეს წავა და მკითხავთანაც წავალ. შენთანაც დადის და მკითხავთანაც დადის ეკლესიური ადამიანი. შენი ჯერა და მკითხავისა ჯერა. შენი ჯერა და ჰოროსკოპებისა ჯერა. ქრისტესი ჯერა და ჰოროსკოპებზე აქვს თავის ცხოვრება აწყობილი. როგორ იქნება მისი ხვალინდელი დღე? ღმერთზე და ანგელოზებზე კი არა, ჰოროსკოპებზე აქვს თავის ცხოვრება აწყობილი. კითხავთა მივა და კითხავს ეკითხება. კითხავს ეკითხება, მისი ცხოვრება როგორ იქნება? ეკლესიურ ადამიანს წარმოიდგინე. ეკლესიურ ადამიანს იმას ეკითხება და მეუბნებიან, რომ იცი და იმას იცი რამდენი ხატები აქვს იმ ოთახში? იცი რამდენი ხალხი დადის და იცი რამდენი ხატები აქვს? რა ხატები აქვს? კითხავია. შენ ეს ნიშნავს, რომ შენ ქრისტიანობის წარმოდგენა არ აქვს. წარმოდგენა არ აქვს. შენ რომ ქრისტიანი ვიღაცასთან მიდიხარ და იმას ეკითხები რაღაცას, შენ წარმოდგენა არ აქვს ქრისტიანობისა. ოდნავადაც აი არაფერი არ იცი ქრისტეს შესახებ. არაფერი არ იცი ქრისტეს შესახებ. მაგას ნიშნავს, სხვას არაფერს არ ნიშნავს. ეს ყველაფერი და წარმოიდგინეთ ამას რატო გიყვებით ახლა ამას. ეს ქრისტიანობა არის გააზრებული რელიგია. ეს არ არის უბრალოდ რაღაცა წესების რელიგია და ეს არის შენი შინაგანი რელიგია უნდა იყოს. ეს ქრისტიანობა უნდა იყოს შენ შინაგანში უნდა იყოს ეს ქრისტიანობა. პატივისცემა ოჯახისა, პატივისცემა მეუღლისა, პატივისცემა შვილისა, პატივისცემა სამშობლოსი, პატივისცემა მეზობლისა. ამაზე დგას ქრისტიანობა. შენ მთელი არსებით, ვიღაცა რომ გაგინებს და გლანძღავს და შენ რომ მასზე ლოცვას რო შეძლებ, ეგაა ქრისტიანობა. შენ რომ ვიღაცა გლანძღავს და გაგინებს და შენ რომ დადგები და მუხლზე რო დაიჭიკვები და ღმერთო, ეს ადამიანი წარწმუნდის ზარდზე არ მინდა რომ შენ ხო ამ ადამიანის გამო ჯვარზე გაეკარი. შენ ხო იმიტომ მოხვედი აქ რომ ის ადამიანი გადაგერჩინა და მე არ მინდა ეს ადამიანი წარწმუნდეს. მიუხედავად იმისა, მე რომ ლანძღავს და მე რომ აგინებს და ცის რომ წამებს, ღმერთო შენაპატი და შენ შეუნდე. ღმერთო გონზე მოიყვანე, იმიტომ რომ შენ ხო მის გადასარჩენადაც მოხვედი. შენ ხო სოდვილებისთვის მოხვედი რომ ისინი გადაგერჩინა. თხოვ შეეწიე ღმერთო, თხოვ დაეხმარე, თხოვ მისი გონების თვალი გაანათ. ესა უკვე ქრისტიანობა უდიდესი სიმაღლეა. უზარმა ისეთი რომ დაუჯერებელი სიმაღლეა ქრისტიანობა. თუ ადამიანი ამ ქრისტიანობას დაეწაფება, თუ ადამიანი ამ ქრისტიანობას მოინდომებს, ამაში ცხოვრებას მოინდომებს, ქრისტესთან ერთად ღვთის წინაშე ცხოვრებას მოინდომებს, მერე თქვენი ცხოვრება ძალიან გაიზრდება, ძალიან დაწინაურდებით ღვთის წინაშე და ღმერთის მადლი და ღმერთის წყალობა მოვა თქვენზე.